ეთერშია დიანა ტრაპაიძის და თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუაკვირა. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში იან თაძე ჟურნალისტი არის ჩვენი სტუმარი. ჩვენ ვილაპარაკებთ მედიის სტანდარტზე და პროექტზე მედია სტანდარტი, რომელიც ახლახან დასრულდა. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა ეს პროექტი, ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გავიდა და ია არის ამ პროექტის ხელმძღვანელი. GDS არ ყავს დიდი მაყურებელი, თუმცა ამ თავად ამ გადაცემამ ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ ისეთი რეზონანსი გამოიწვია, ყოველ შემთხვევაში არავინ უკმაყოფილო მე ამ პროექტით არ მინახავს, პირიქით, ყოველ შემთხვევაში ან დუმილი იყო, ან ქება. ასე მოხდა. დასრულდა ეს პროექტი, ჩვენ მე ძალიან მინდა რომ მე თავად ერთი გადაცემა მიმყავდა და მონაწილეობასაც ვიღებდი. მე ძალიან მინდა რომ ამ საკითხებზე, იმ საკითხებზე, რაზეც იყო ლაპარაკი მედია სტანდარტში გაგრძელდეს დისკუსია და შესაბამისად დღეს არის სეზონის ბოლო გადაცემა. ამიტომ ისევ ჟურნალისტებზე და ჟურნალისტიკაზე ლაპარაკით მინდა დავასრულოთ. თავარი რაც ამ მედია სტანდარტით, ასე ვთქვათ, გამოჩნდა შენთვის. შენ ყველა დეტალი ეხლა იცი კარგად. ერთი იყო ის რა გადიოდა ეთერში, მეორე პროექტის მომზადების პროცესი და მე ვიცი რომ რაღაც ტიპის სირთულეები ამას ახლდა. მთავარი რა არის შენთვის, ანუ რა მიიღო საზოგადოებამ, თუნდაც პროფესიულმა წრეებმა ამ პროექტით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად გქონდა განცდა ყველა გადაცემის მომზადების დროს, რომ რაღაცას მნიშვნელოვანს ვაკეთებდით ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი პროფესიული წრისთვის. ეს, რა თქმა უნდა, გვეხმარებოდა იმაში, რომ ყველა გადაცემა ძალიან ხალისით მოგვემზადებინა და ჩვენი კოლეგებიც, ვინც ჩართული იყო ჩვენთან ერთად სხვადასხვა გადაცემის მომზადებაში, ნამდვილად ხალისით მუშაობდნენ ჩვენთან ერთად, ნამდვილად სერიოზულად ვამზადებდით ყველა გადაცემას და პირველი და მთავარი რაც მე დავინახე ამ პროცესში იყო ის, რომ საქართველოში არის სერიოზული რესურსი, ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ გაკეთდეს იმ ტიპის ნიუსრუმი, იმ ტიპის ახალი ამბების რედაქცია, რაც იყო ფილმში ნაჩვენები. ეს პროექტი მიბმული არის ამერიკულ სერიალზე ნიუსრუმზე. მე დამავიწყდა ეს მაყურებლის, მე თქვა ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პროექტის იდეა ასე გაჩნდა. ტელეკომპანიამ შეიძინა ამერიკული სერიალი ნიუსრუმი და ასე ვთქვათ, აი ამ სერიის თითოეული სერიის ჩვენების შემდეგ იმართებოდა დისკუსია იმ სტანდარტებზე მედიის, რომელიც თემად, ასე ვთქვათ, იყო მთავარი თემა იყო აი ამა თუ იმ სერიის და მართლა ძალიან საინტერესოდ მიდიოდა, ასე ვთქვათ, პროცესი. თავად ფილმიც ძალიან საინტერესოა და სამწუხაროდ ბევრს ჩემ კოლეგასაც არ აქვს ის ნანახი, მაგრამ მე მგონი თავად ამ პროექტით, ამ მედია სტანდარტით მის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი. კი, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის რა იყო მთავარი? ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ფაქტობრივად ჩავრთეთ ამ პროექტის მომზადებაში ყველა, ვინც კი დაგვთანხმდა, რომ ეთანამშრომლა ჩვენთან. და იმის მიხედვით, როგორი ხალისით ერთვებოდნენ ადამიანები, როგორ სერიოზულად მუშაობდით, რას ამბობდნენ ისინი ეთერში, შემდეგ რას უამბობდნენ მაყურებელს, როგორ საუბრობდნენ გულახდილად თავის შეცდომებზე, ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული რესურსი იმისთვის, რომ ჩვენც ვიფიქროთ, ვთქვათ, ძალიან კარგ ახალ ამბებზე. მე არ მინდა ვთქვა, რომ დღეს რომ ახალი ამბები მიეწოდება საზოგადოებას, ის ცუდია, მაგრამ ფაქტი არის, რომ ნდობა არც ერთი ტელევიზიის მიმართ არ არის იმდენად მაღალი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანმა არ გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელსაც მოისმენს ერთი ტელევიზიით, ხო? ბევრი ადამიანი, რომელსაც მართლა უნდა რომ კარგად იცოდეს რა ხდება მის ქვეყანაში, იძულებულია რომ 8 საათზე უყუროს ერთი ტელევიზიის ახალ ამბებს, მერე 9-ზე უყუროს მეორეს, მერე კიდე თუ სადმე რამე პოლიტიკური ток-შოუ ამასაც შეხედოს და ბევრი წელია ჩვენ ამ რეჟიმში ვართ, როდესაც არ არსებობს ტელევიზია, თუ კი შენ არ ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი, რომ შენ უყურებ, თქვათ, ერთ ახალ ამბებს დღეში ერთხელ და ზუსტად იყო ინფორმირებული რა ხდება შენს ქვეყანაში. იმიტომ რომ ფაქტობრივად დიდხანს ჩვენ გქონდა მდგომარეობა, როდესაც სხვადასხვა ტელევიზიის ახალი ამბები ფაქტობრივად სხვადასხვა საქართველოს გვიჩვენებდა.
დღეს არ არის ასეთი ვითარება, დღეს უკეთესი ვითარება, თუმცა რაკურსი ასე ვთქვათ, როგორც წარმოადგენენ ეს არხები ახალ ამბებს, მაინც განსხვავებულია და მაინც შეხედულებები იგრძნობა. მაყურებლის აუდიტორია თვითონ GDS არ ყავს დიდი, არ აქვს. მე როგორც ვიცი, გავრცელების პრობლემა დიდად არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაციონალური არხი არ არის, თან თავისი ისტორიით ასე ვთქვათ, პატარა. თავად მაყურებლები, ანუ შეხომ არ გაქვს ინფორმაცია, რიგითი მაყურებლები არა დაინტერესებული და არა პროფესიული წრეებიდან, რამხელა იყო ეს აუდიტორია და ინტერესი, ასე ვთქვათ, საზოგადოების მხრიდან რა იყო ამ. ფაქტობრივად არ ვიცი არაფერი იმის გარდა YouTube-ზე ატვირთულ აი ამ ჩვენს გადაცემებს უკაცრავად რამდენი მაყურებელი ყავდა, ამას ვიყურებდით. მაგრამ ტენდენცია იყო ერთი, რომ თავიდან ანონსებს ყავდა ცოტა მაყურებელი და გადაცემას ყავდა ბევრად მეტი და შემდეგ ანონსების მაყურებელი მკვეთრად გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფიქრობ ჩვენ, რომ გადაცემის მაყურებელი გადაერთო უკვე მაინც პირდაპირ ეთერის რეჟიმში. მიუხედავად იმისა, რომ არ გადიოდა კარგ დროს ეს გადაცემა, მაინც ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი მაყურებელი გზადაგზა უყურებდა პირდაპირ ეთერში და არა შემდეგ უკვე, როცა YouTube-ზე იტვირთებდა, იმიტომ რომ ანონსების მაყურებელთა რიცხვი იზრდებოდა და იზრდებოდა სულ განუწყვეტლად. ია, შენ ახსენე, ვინც დათანხმდაო ამ პროექტში მონაწილეობას. მე რომ მიმყავდა იმ გადაცემაში, ეს იყო თემა. იქ დაპატიშებული, არ მოსული ადამიანებს, მაგრამ შენ არ მონაწილეობდი, თავად არ იყავი სტუმარი. ამიტომ მე შენი აზრი მინდა და იქ როდესაც ამაზე ვლაპარაკობდით ჟურნალისტებთან ერთად, იქ დიანამ თქვა სწორედ, რომ პროექტის ხელმძღვანელმა ამის შესახებ ალბათ უფრო მეტი იცისო. შენი აზრით მაინც, რატომ გახდა შეზღუდული წრე ჟურნალისტების, ვინც მონაწილეობდა მედია პროექტში? ანუ რა მიზეზით ამბობდნენ უარს გადაცემაში მონაწილეობას? მე როგორც ვიცი, თითქმის ყველასთან კონდათ მე წამყვანს გულისხმობ რაღაც წამყვან არხებს. დიახ, ჩვენ მოდი ვთქვათ, რომელი სეგმენტები მონაწილეობდა ყველაზე აქტიურად და გამოჩნდება მშვენივრად რასთან გვაქვს საქმე. ანუ პირველი არხი იყო ჩართული საკმაოდ წარმომადგენლობითად ამ გადაცემის მომზადებაში, ასევე სტუდია მონიტორი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და ჟურნალი ლიბერალი. აი ეს იყო, იმედიც იყო, მაგრამ იმედიდან ასევე მივიღეთ უარები, ხო? იმედში შევთავაზეთ რამდენიმე ძალიან ცნობილ ადამიანს კი გვინდოდა ერთ-ერთ გადაცემაში მათი მონაწილეობა, აი გადაცემა, რომელიც ნინო ჟიჟელაშვილს მიყავდა, ეს იყო ისეთი ძალიან კრიტიკულ მომენტში, ასე ვთქვათ, ეს იყო სწორედ აი წყალდიდობის შემდეგი გადაცემა, დიახ და შემდეგი კვირის და შევთავაზეთ ბევრ ჟურნალისტს ამ გადაცემაში მონაწილეობა, ანუ მივიღეთ ბევრი უარი. იმ დღეს განსაკუთრებით ბევრი უარი მივიღეთ. რატომღაც ძიმე ფონი იყო. ძალიან ძიმე ფონი. ტელევიზიამ ვერ შეძლო სრულყოფილად ეთერში გასვლა და ამას თავადაც ძალიან განიცდიდნენ. ნუ მაყურებლისთვის რთულია ამის ახსნა და ალბათ შეიძლება რაღაც თვალსაზრისით გამართლება არც კონდეს, თუმცა მე ვიცი კატასტროფული ტექნიკური პრობლემის შესახებ, რის გამოც ეს მოხდა, ფაქტიურად მთელი სტაფი ტელევიზიაში იყო, მაგრამ ეთერში ვერ გავიდნენ. ეს სხვა თემა, ალბათ ამის გამო, შესაძლებელია ცუდ დროს შევთავაზეთ. პრინციპში ერთი წამყვანი იქ ყავდათ შაბათის ქრონიკის. ანუ იმედს უარი არ უთქვამს. მე გულისხმობ იმას, რომლებმაც რაღაც შეგნებულად, რაღაც შეხედულებების გამო თქვეს უარი ამ ჟურნალისტებს. სატელევიზიო წამყვანებს შორის დიანა იყო პირველი, რომელიც იჯდა ეთერში, ჩვენს ეთერში, როგორც გადაცემის წამყვანი, ამიტომ ძალიან მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიანა ტრაპაიძეს და შემდეგ აკაური ადმინისტრაციის, რომელმაც მას მისცა ამის საშუალება. რა თქმა უნდა, ესე იგი, ძირითადად უარი მივიღეთ ბევრი და ყველაზე მეტი უარი მივიღეთ რუსთავიორისგან, იმიტომ რომ ტელეკომპანიის დირექტორიდან დაწყებული წამყვანებამდე ყველას აბსოლუტურად ყველა შევთავაზეთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მონაწილეობა. თითქმის არ იყო გადაცემა, როცა ვინმეს არ ვთავაზობდით ჩვენთან მოსვლას, მაგრამ ვერ მივიღეთ მათგან თანხმობა. ასევე ტაბულაში შევთავაზეთ ერთ-ორ ადამიანს და მივიღეთ უარი, მათ შორის დიანა ტრაპაიძესაც ჰქონდა ერთი შეთავაზება მათ მიმართ, შემდეგ სალომე უგულავას შევთავაზეთ და მივიღეთ უარი. და ფაქტობრივად რაღა დაჭე, ხო,
რომ ჩვენ თვითონ დაგვეჩაგრა ცოტა და შემდეგ ხატია ქვათაძე დაგვთანხმდა დიახ მონაწილეობაზე და ძალიან მადლობელი ვარ ხატიასიც ნიკალალიაშვილი ყავდა როგორც არა მაესტროს თანამშრომელი არამედ სხვა ფუნქციით იყო დიახ მოსული მაგრამ ფაქტია რომ მასაც გადაცემა მიყავს მაესტროზე ასე რომ ჩვენ ხო ნეტგაზეთმა და რადიო თავისუფლება მოარითქვეს იმიტომ რომ მათ რაღაც თავის შიდა წესები აქვთ რის გამოც არ არის ნებადართული ამ კი ჩვენი გვთქვით რომ კორპორატიული შეზღუდვებიც არსებობს ასე დროს მაგრამ შენი აზრით მაინც რუსთავიორის იქ არ ყოფნა ხო არ განსაზღვრა ანუ არ ყოფნა ხო არ განსაზღვრა იმან რომ ეს ტელეკომპანია არის ყოფილი პრემიერის ხო იცით რა ორი რამ იყო ხა რომ გავაერთიანოთ სურათი რის გამოც მე მგონი ადამიანები ამბობდნენ უარს პირველი ის ადამიანები რომლებიც დღეს ქმნიან რეიტინგს აი ეს ადამიანები გვეუბნებოდნენ უარს ტელევიზიაში სტუმრობაზე და ალბათ მართლაც ისინი ფიქრობდნენ რომ ჩვენ ვართ რეიტინგი, ჩვენ ვართ სტანდარტი და საერთოდ აღარ გვჭირდება სხვებთან სტანდარტზე ლაპარაკი და ხო და აღარ გვჭირდება ხემის განხილვა რომ ჩვენ რო სტანდარტს ვიცავთ, ის სტანდარტი როგორი არის ვთქვათ საერთაშორისო კრიტერიუმებით, ხო? ერთი მიზეზი ეს იყო ალბათ და მეორე იყო ის რომ დაბალი სტანდარტი არ ვიცი არის თუ არა თუმცა დაბალი სტანდარტი რა თქმა უნდა როცა შენ ხარ დარწმუნებული რომ იცავ პროფესიულ სტანდარტს ამაზე საუბარი არ გაშინებს არც ერთ სივრცეში და მეორე მიზეზი მაინც ალბათ იყო ის რომ ზოგიერთ შემთხვევაში და რუსთავის შემთხვევაში ალბათ იყო მცდელობა რომ რაღაცნაირად მარგინალიზება მოეხდინათ GDS-ის და GDS-თან ერთად ჩვენი პროექტისაც ასე ვთქვათ და არ გონია რომ ეს გახდა შესაძლებელი ანუ პროექტი საკმაოდ ისეთი ყოველ შემთხვევაში დიდი წრე მონაწილეობდა ჟურნალისტების მაგრამ მათი დასწრებით ასე ვთქვათ და მათი ჩართვით ამ პროექტში არ გააძლიერეს ასე ვთქვათ არც ჩვენი პროექტი და არც ტელევიზია მათი აღქმა ესეთი იყო ჩემი აზრით შესაძლებელია იმიტომ რომ რეიტინგი გაქვს რაღაც აქეთ ისევ რეიტინგზე მივედით ანუ შენ შეიძლება იყო რაღაც რეიტინგული წამყვანი რეიტინგულ არხზე თუმცა სხვა სივრცეში არავინ არ იცის ანუ შენ მისცემი სხვა სივრცეს რეიტინგს თუ არა ეს კიდე ცალკე თემა არ მგონია რომ მათი იქ მოსვლით მედია სტანდარტს რაღაც ძალიან მომატებოდა რეიტინგი ამ პირიქით მოკლებოდა ჩვენი ხა რეკლამა გვაქვს ეთერში მე მგონი და რეკლამის შემდეგ გავაგრძელებთ ეთერშია დიანა ტრაპაიძის და თეონა გეგელიას საავტორო გადაცემა შუაგვირა ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში იანთაძე ჟურნალისტი არის ჩვენი სტუმარი ჩვენ ვლაპარაკობთ პროექტზე მედია სტანდარტი და ზოგადად მედიის სტანდარტზე პროექტზე რომელიც ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადიოდა 2 თვის განმავლობაში მე მგონი ხო სულ რამდენი გადაცემა იყო 18 გადაცემა და გადიოდა კვირაში ერთხელ ასე რომ ბევრად უფრო მეტი ხანი მაგრამ გაზაფხულიდან მოყოლებული ვაკეთებდით ამ გადაცემას ამ გადაცემებში იყო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ ჩემთვისაც საინტერესო იყო ბევრი რამ გავიგე ახალი თავად ამ პროფესიის შესახებ მიუხედავად იმისა რომ ამ სფეროში ვარ დიდი ხანია და მიუხედავ და თუმცა რაღაც მაინც სპეციალიზაციით ახალი ამბები არ მაქვს მე ახალი ამბების ესეთი გამოცდილება და ჩემი ასე ვთქვათ ტემპერამენტითაც არ ვარ ახალი ამბების ასე ვთქვათ ისეთი თანამშრომელი კადრი და ასე შემდეგ ეხა ბოლო რამდენიმე თვეა მუშაობ იქ მიუხედავად ამისა ბევრი რამ რაც იქ მოყვნენ ჩემთვის იყო უცხო მართლა უცხო და ისეთ ძალიან საინტერესო აი ყველაზე საინტერესო ფრაგმენტები პროფესიულად შენთვის რა იყო აი ამ გადაცემებიდან და აი ის რაც შენთვისაც აღმოჩნდა პრინციპში სიახლე ხაჭურს რამდენიმე თემატური გადაცემა იყო და მე მგონია რომ ეს თემატური გადაცემები განსაკუთრებულად კარგი გამოგვივიდა თუმცა შემიძლია რომ ჩემ თავსაც შევეწინააღმდეგო იმიტომ რომ თქვა მფლობელების და რედაქციის ურთიერთობაზე რა გადაცემები იყო ისიც ძალიან საინტერესო და არაჩვენებად კარგი იყო ალბათ სპეციფიკური უფრო და ცოტა შეიძლება რთული იყო მოსასმენი არ ვიცი რამდენად მაგრამ აი ჩემთვის როგორც სპენელისთვის იყო ძალიან სასიამოვნო მაგრამ მე
განსაკუთრებით დამამახსოვრდა ორი გადაცემა თემატური. პირველი ეს იყო ომის გაშუქებაზე, სულ თავიდან იყო ერთ-ერთი გადაცემა მამუკა ყუფარაძეს მიყავდა და მე მიმაჩნია რომ ესეთი კარგი გადაცემა იყო, იმიტომ რომ გამოვლინდა ჩვენ სადავართ სტანდარტთან მიმართებაში, რა გვიჭირს, რა გვილხინს. ამ დროს როგორ კონფლიქტურ რეგიონში ცხოვრობთ, ეს უნდა იყოს ხო? კი, ნამდვილად. და ეხლა უკვე უნივერსიტეტებში დასწავლიან ამ კონფლიქტების გაშუქებას, მაგრამ თვითონ მედია ორგანიზაციები ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ სათანადოდ აღჭურვოს ცოდნით და მატერიალურად და ყველანაირად დიახეს ჩვენ ჟურნალისტები და მეორე გადაცემა, რომელიც ჩემთვის იყო არაჩვეულებრივად საინტერესო, ეს იყო სასამართლო პროცესების გაშუქება. ზურავარდიაშვილს მიყავდა დიახეს გადაცემა ჩვენს კოლეგას და როდესაც ეს გადაცემა ვნახე, აი გამინათდა უცებ გონება, რამდენად მძიმე მდგომარეობაში ვარ სასამართლო პროცესების გაშუქების კუთხით, იმიტომ რომ თავარი რა არის ამ დროს? თავარია რომ ჟურნალისტი, რომელიც პროცესს აშუქებს, ერკვეოდეს თვითონ საქმის ნიუანსებში. და ამ დროს ჩვენი ჟურნალისტების წესი არის ესეთი, რომ ისინი არიან გარეთ, არ შედიან სასამართლოს ხდომაზე, ძალიან ხშირად ეს ხდება და რომ გამოდიან სასამართლოს ხდომიდან, დაუშვათ იქნება ეს ბრალდებულის თუ დაზარალებულის ოჯახის წევრები, მხარეები, მათ ეკითხებიან, რომ აბა რა სიტყვით, როგორ არის საქმე და ეს ადამიანები ძალიან ემოციურად ყვებიან, რა თქმა უნდა, იმას, იმ სიმართლეს, რაც არის მათთვის მისაღები და მათი სიმართლეა და ყველაზე მეტი შეიძლება ადვოკატს და პროკურორს კითხონ რამე კომენტარი ჩამოართვან და ესეც რა თქმა უნდა ორივე არის მხარე. ისო თვითონ ჟურნალისტი ერკვეოდეს საქმესთან დაკავშირებით რა ხდება და ამბავი დრამა რა არის სასამართლოს შინაარსი მოუყვეს მაყურებელს, ამას არ აკეთებს არავინ და წარმოიდგინეთ თქვენ შემთხვევა, როდესაც თქვა ნაფიც საჯულებს უაღრესად მნიშვნელოვან საქმეზე ვერ გამოაქვთ განაჩენი. ხო, ჟურნალისტი ვერ გიყვება რატომ? რატომ ვერ გამოიტანეს განაჩენი? იმიტომ რომ ყველა უპასუხისმგებლო იყო, იმიტომ რომ მოსამართლემ ვერ წარმართა პროცესი ისე რომ ამ ადამიანებს გაჩენოდათ რწმენა ბრალდებულთან დაკავშირებით, რომ ეს არის დამნაშავე, ან ეს არის უდანაშაულო, ხო? ან თქვა ბრალდების მხარე იყო სუსტი, ან ადვოკატი იყო ძალიან ძლიერი, არაფერი არ ვიცით. ფაქტობრივად ვერ გავიდეთ 3 საათი, უკაცრავად 13 საათი იმსჯელეს ნაბიჯმა მსაჯულებმა, გადააჭარბეს ყველა დროს, დიახ, ოქროპერიძის საქმეზე და პრაქტიკულად თქვენს რომ ჩვენ არ შეგვიძლია რომ ჩვენი სინდისის წინაშე ვთქვათ ეს ადამიანი არის დამნაშავე თუ უდანაშაულო და ამხელა ამბავი ხდება, ესე იგი ადამიანები არც იზარებენ, არც სახში წასვლა უნდა და არაფერი 13 საათი მსჯელობენ და ბოლოს ამბობენ რომ უკაცრავად, მაგრამ ჩვენ ვერ გავიგეთ ვერაფერი. და ჩვენ არ ვიცით რატო ვერ გაიგეს და ვიზი ბრალი, იმიტომ რომ ჟურნალისტებს ეზარებათ პროცესის შესვლა. ეს მე მგონი ტრადიციის არქონის ბრალიც არის. ეხლა მე მაგალითად მახსოვს ტელევიზიებზე ვერ ვიტყვი, მაშინ აი ფეხს იდგამდა ეს დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, მაგრამ მე მახსოვს პრესაში საკმაოდ სრულ ისეთი ძალიან საინტერესო და ესეთი სრულყოფილი რეპორტაჟები პროცესებიდან, მაგალითად ჯაბა იოსელიანის პროცესს აშუქებდნენ გაზეთებში, მახსოვს? საკმაოდ ისე რა ქვია, კარგად. და მე ესეთი რეპორტაჟები გაზეთებში მახსოვს, მაგრამ მე რესხოშორს ამ ბოლო პერიოდში და ჩვენ ხო ახლა გაიხსნა ფაქტობრივად, ანუ ხელისუფლება რაც შეიცვალა, ეხლა გაიხსნა, ხო? სხდომები, ასე ვთქვათ, ჟურნალისტებისთვის საერთოდ ჩაკეტილი იყო. შესაბამისად, შეიძლება გამოცდილების არქონის გამო არის რომ ესეთი დამახინჯებული სურათია. აი, არის პრობლემა და იგივეა პარლამენტის სხდომის გაშუქების პრობლემაც. ადამიანი ჟურნალისტი, რომელიც აშუქებს, თქვათ, სასამართლოს ხდომას, ხო? მას ჯერთი ჭირდება საქმის კარგად ცოდნა და მეორე ჭირდება დიდი ოსტატობა, რომ მოყვეს ეს ამბავი ისე, რომ ამბავი შეიძლება დაიწყო 1 თვის წინ და დამთავრდეს 9 წლის შემდეგ. და შენ დღეს ყვები რაღაც პატარა მონაკვეთს და ეს მონაკვეთი უნდა მოყვე ისე, რომ ადამიანებმა, რომლებმაც არც იციან წინა ჯერზე რა მოხდა და თქვათ, დიდად დაინტერესებულიც არ არიან ბოლოში რითი დამთავრდება ეს ამბავი, ხო? აი ეს მონაკვეთი იყოს მათთვის საინტერესო და გასაგები. ეს არის ამაში ცოტა დრამატურგის ნიჭიც არის საჭირო და მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტები, რომლებიც იქნებიან უფრო მეტად ჩაღრმავებულად განსწავლულები სასამართლო პროცესს როგორ უნდა გააშუქონ, აუცილებლად ამ ჟურნალისტებმა დრამატურგებთანაც უნდა იმუშაონ, იმიტომ რომ აი ეს კვანძის შეკრა, გახსნა, კულმინაცია, ეს ყველაფერი მათ უნდა იცოდნენ. ფაქტობრივად კინო და ამერიკელებმა რამდენი ფილმი მიუძღვნეს
სასამართლო პროცესების დიახ გაშუქებას, ხო? მართლა საკულტო ფილმები, რატომ? იმიტომ რომ სასამართლოს ავტორიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ გავიგე და მაშინ დავფიქრდი ამ თემაზე, როდესაც ჩვენი გადაცემა გავიდა ეთერში და ტელევიზიაც ხო, ანუ ტელევიზიაც ამ თვალსაზრისით გავს ახალი ამბები მით უმეტეს, ანუ შენ გაქვს ცოტა დრო და მაქსიმალურად და დიდი ამბები უნდა მოყვე და ეს მოახერხო მიაწოდო მაყურებელს. ია, გაგრძელდება თუ არა ეს პროექტი? სხვა არხზე ანუ სხვაგან, ასე ვთქვათ, სხვა სივრცეში, ანუ რა მომავალი აქვს ამას, იმიტომ რომ მე მახსოვს თუნდაც ჩემი გადაცემიდან და მეც ალბათ დიდი არაფერი არ შეცვლილა, რომ ჩვენ მაშინ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ის ხარვეზები, რაც ქართულ ჟურნალისტიკაში დღეს არის ზოგი ობიექტური და დიდწილად მე მაინც ვფიქრობ, რომ ობიექტური პრობლემებია, ამას ამ ეტაპზე მხოლოდ დავეხმარებით დისკუსიით, კამათით. და ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დროს ქსელში ალბათ შენც ადევნებ თვალს, მე არ ვერთვები ასეთ დისკუსიებში, უბრალოდ დრო არ მაქვს, ხომ ვერც ვიგებ ისეთი ჩხუბია ხოლმე, მაგრამ სულ არის კამათი და ასე ვთქვათ დისკუსია ეთიკის საკითხებზე, რაც პირდაპირ კავშირშია სტანდარტთან და პროფესიონალიზმთან, ხო? ანუ ბოლო დღეებშიც რაღაც სერიოზულ კამათს და ჩხუბს თუ არა შევესწარი სოციალურ ქსელში ამ საკითხზე. ანუ დისკუსია ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ალბათ ერთადერთი ფაქტობრივად რაც შეგვიძლია ამ ეტაპზე გავაკეთოთო, მაშინ მამუკამ თქვა ეს ხუფარაძემ, სულ ვილაპარაკოთ ამ შეცდომებზე. გაგრძელდა, ამიტომ ამბობ, ანუ მნიშვნელოვანია ესეთი ფორუმები და პროექტს როგორი მომავალი აქვს, ანუ შეიძლება ეს თუ შეიძლება რაღაც სხვა ფორმატში და ასე. პროექტი ამ ფორმატით დასრულებულია. ფაქტობრივად Newsroom-ს აქვს კიდევ მესამე ნაწილი, მესამე სეზონი, რომელიც შედგება სულ 6 სერიისგან, მაგრამ იქ თავიდან ბოლომდე ერთი ამბავია, ხო და ამიტომ აღარ იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაცემები მიებას თითოეულ სერიას, ამიტომ გადაცემა მედია სტანდარტი დასრულებულია აბსოლუტურად. რაც შეეხება სხვა ფორმატს, აი პირველი არხის მე შემიძლია ხეს ასე ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი და ამიტომ ეს იყო იმ ტიპის გადაცემა, რომელიც ყველაფრით ასე ვთქვათ შეეფერებოდა პირველ არხს. ანუ რაღაც პროფესიულ, სერიოზულ, ასე ვთქვათ, წრეებზე მსჯელობა უნდა ვიდიოდეს ალბათ იქ იმ ადგილას, მით უმეტეს საზოგადოებრივი არხის ალბათ პოპულარიზაციისთვისაც ჭირდება ამ არხს, მიუხედავად რომ ოდნავ გაუმჯობესდა. ეს იყო ყველაზე კარგი ადგილი, ასე ვთქვათ, აი ამ ტიპის პროექტის გაგრძელებისთვის. იქიდან თუ არის რამე? სამწუხაროდ პირველი არხი არის დახურული ესეთი ტიპის პროექტებისთვის, იმიტომ რომ პირველმა არხმა გამოაცხადა ეხლა კონკურსი რამდენიმე მიმართულებით, იქ არის ახალგაზრდული მიმართულება, იქ არის სოფლის მეურნეობა, იქ არის კულტურა და კიდევ რამდენიმე სხვა, მაგრამ არაფერი ისეთი, რომელიც თუნდაც ახლოს იყოს ამ თემასთან, ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ პირველი არხი პირდაპირ ვთქვათ, რომ დახურულია ამ ტიპის პროექტებისთვის. ტელეკომპანია GDS არის ღია, მე მივიღე შეთავაზება, რომ ვთქვათ, რაღაცა ფორმით მომეფიქრებინა და ვთქვათ, გამეგრძელებინა არა ეს პროექტი, არამედ რაღაც მსგავსი სხვა. თუმცა ჩემი მხრიდანაც იყო რაღაც ტიპის შეთავაზება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შევთანხმდით ვერაფერზე, მაგრამ საქმე რა არის, პრობლემა არის ის, რომ ადამიანებმა ისაუბრეს თავის შეცდომებზე. ხა რამდენჯერ შეიძლება ადამიანი მოიყვანო და უთხრა, აბა კიდე გითხარი, კიდე აბა ეს როგორ შეგეშალა, აბა ეს როგორ შეგეშალა, სხვის შეცდომებზე საუბარი არავის არ უნდა. ვინც უშვებს შეცდომებს, ძირითადად ისინი არ მოდიან ეთერში, არსად ამაზე სალაპარაკოთ, ვინც იცავს სტანდარტს, მაგრამ ხანდახან შეიძლება რაღაც გადაცდომა კონდეს, ხა ყველას გქონია ესეთი. ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ რაც შეგვეძლო ვილაპარაკეთ უკვე ამ თემაზე, ამიტომ ამხრივ ამოვწურეთ. ეხლა მე ვერ ავიღებ ჩემ თავზე ნამდვილად, რომ მე ავდგე და ვილაპარაკო ჩემი კოლეგების შეცდომებზე, იმიტომ რომ მაგალითად პატა ქურდაძე, ჩვენი მეგობარი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, მიყვებოდა, რომ იქ არის ერთი გადაცემა, სადაც ძალიან ისეთი იუმორის, ჟანრის გადაცემაა, მაგრამ კარგად
ზოგადად ამათრახებენ ჟურნალისტებს, რომლებიც ხო არ იცავენ სტანდარტს, ხო და მე არა ვარ ახლა ამ ტიპის ადამიანი, რომ ეს რამე ავიღო ჩემ თავზე. ამიტომ ამ ეტაპზე ალბათ მცირე პაუზა არის საჭირო იმისთვის, რომ მოვიფიქროთ კიდე რითი შეგვიძლია, რომ სასარგებლო ვიყოთ მთელი აი ამ პროცესისთვის, რასაც მედიის სტანდარტების დამკვიდრება ქვია ქართულ საზოგადოებაში. ხო და არ ვიცი ხლა მედია წიგნიერებაც ის თემა არის, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს. ალბათ შეიძლება რომ მე მოვიფიქროთ რამე ისეთი ყველამ ერთად, რაც იქნება სასარგებლოც და რაც იქნება შესაძლებელიც, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ტელევიზიის ფორმატი ყველაფერს ვერ იტანს. ეხლა მიხსნიან, მე არ მიმუშავე ტელევიზიაში ხა ეს არ ვიცი ეს სატელევიზიო ვიზუალის ამბები, მაგრამ მიხსნიან რომ ვთქვათ ის იდეა რაც მე მქონდა ცოტა ძნელი გასატელევიზორებელია, ასე ვთქვათ, ხო და ამიტომ ეხლა არ გამოგვდის არაფერი, მაგრამ ნუ ნახოთ, შემდეგ გარკვეული პერიოდის მერე ალბათ ჩვენც დავლაგდებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის რომ მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ და GDS-ი რამდენადაც მე ვხედავ და რამდენადაც მე ვიცი, არის ღია იმისთვის რომ ჟურნალისტებმა ისაუბრონ ნებისმიერ პრობლემაზე, რაც მათ აწუხებს. აღარ გვაქვს, მაგრამ შენ როდესაც დაასრულე ეს პროექტი, იქ რის გამოც გაგაკრიტიკეს, შემდეგ შენ თქვი რომ აი მადლობა ბიძინა ივანიშვილს. გაუჭირდებოდეთ. ხო, და ამის გულისთვის ხო მიიღე შენიშვნა. მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ GDS-ზე არის გადაცემები, რომელიც სერიოზული კრიტიკის, ასე ვთქვათ, კრიტიკას იმსახურებს ნამდვილად. იყო თუ არა რაიმე ტიპის ან მოდი ესე ვთქვათ, ინტერესი მაინც რომ აი რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ. აბსოლუტურად არა. არავით არის, აბსოლუტურად. ყველაფერი წყდებოდა ჩვენს ოფისში და GDS-ში მიდიოდა უკვე გადაცემის წინა დღეს სია იმ ადამიანების, ვინც მოყავდა, იმიტომ რომ გაეკეთებინათ იქ ტიტრები და ასე შემდეგ და იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იმ ადამიანების მხრიდან, რაც გჭირდებოდა ყველაფერს გვიკეთებდნენ. ყველანაირად თავისუფალი ხა ჩვენ რუსთავიორის ყველა თანამშრომელს ვიწევდით გადაცემაში მონაწილეობისთვის და ტაბულას და ყველას ახლა ვისაც არ მოწონს GDS და მეტი ახლა არაფერი არ შეგვეძლონა. ძალიან დიდი მადლობა ამ პროექტისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებული პროექტია. მე როგორც ვიცი, მას ჰქონდა საგანმანათლებლო, სასწავლო ფუნქციაც და სტუდენტები ალბათ გაეცნობიან მას. ია ანთაძე, ჟურნალისტი და პროექტის მედია სტანდარტის ავტორი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენი გადაცემა ამ სეზონზე დასრულდა. სექტემბერში მე და დიანა დაგიბრუნდებით ბედნიერ და კარგ და ხალისიან ზაფხულს გისურვებთ და კარგი დროის გატარებას. ნახვამდის. კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენები სუბიექტური აზრის პრიზმაში. თამამის შეფასება, განსხვავებული კომენტარი და სტუმარი. მოусმინეთ დიანა ტრაპაიძის, თეონა გეგელიას და მათი სტუმრების შეფასებებს საავტორო გადაცემაში შუა კვირა.